რას დავბედით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. ერთი მსოფლიო ლიდერის გატაცება რომ შეგიძლოთ ვინ იქნებოდა ეს? პუტინს ჩავსვამდი ციხეში. პასუხს ვაგებინებდი სამხედრო დანაშაულებისთვის. პასუხს ვაგებინებდი იმისთვის, რაც ბუჩაში ვნახე ერთ-ერთი პირველი ვიზიტისას. უკრაინელი ბავშვების გატაცებისთვის, ვისაც ირპენში შევხვდი. მართლა მეგონა რომ თავს აარიდებდით ამ კითხვას. თქვენ ლეგენდა ხართ. ასე პასუხობენ კაცები, ვისაც აქვს ადამიანური სოლიდარობის, შავისა და თეთრის, ბოროტისა და კეთილის გარჩევის, არა მხოლოდ თანამდებობრივი ვალდებულება, არამედ პოლიტიკური ტრადიციაც. ბრიტანეთს რუსული ოკუპაციის საფრთხე ახლა როდი შეიძლება დაემუქროს. თეორიულად იქამდე ჯერ კიდევ დიდი ტერიტორიაა და ბევრი ქვეყანა, რომელთაც რუსმა უნდა გადააბოტოს. მაგრამ უკრაინის ომში მსხვერპლისა და აგრესორის გარჩევა იმდენად მარტივია. მართლა პროჭორილელი უნდა იყო, რომ თვალი დაიბრმოო და ყური დაიყრუო. ზოგადად მშვიდობის აუცილებლობაზე ისაუბრო და ერთხელაც ვერ ამოღერღო ვინაა აგრესორი და დამნაშავე. მხოლოდ ბოლო ამბავს გეტყვით, რაც თავდაცვის მინისტრ ჰილისგან კიევში გავიგეთ. ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა ტენდერი ბრიტანეთში სპეციალურად უკრაინისთვის. ხაზგასმულია უკრაინისთვის. საშუალო მანძილის ამ დაახლოებით 500 კილომეტრის რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად და საწარმოებლად, რომელსაც 200 კილოგრამამდე ექნება საბრძოლო მუხტი. ტენდერი ახლა გამოცხადდა და სამმა კომპანიამ უკვე მიიღო 9 მილიონი საპროექტო სამუშაოებისთვის. თითო რაკეტა იღირება 800,000 გირვანქამდე, დაახლოებით $1,000,000, რაც ძალიან კარგი ფასია. ახლა დადასტურდა, რომ ბრიტანეთი მზადაა საკუთარი შენაერთების გაგზავნოს უკრაინაში, თუ კი დაიდება სამშვიდობო შეთანხმება. ამან რა თქმა უნდა გააცოფა საერთოდ რუსი. ბუნებრივია. საერთო ჯამში კი დეტალებს რომ თავი ავარიდოთ, განვლილ 4 წელიწადში გაერთიანებულ სამეფოს უკრაინისთვის გაღებული აქვს 22 მილიარდი გირვანქის დახმარება. აქედან 13 მილიარდი გირვანქაზე ცოტა მეტი, ანუ 17 მილიარდი დოლარი მხოლოდ სამხედრო დახმარებაა. ცეცხლი ოლიგარქიას. ბრიტანული რაკეტების ცეცხლი. ამ დღეებში მოხდება ძალიან ცუდი ამბავი, რომელსაც მზაზე შათერიშვილი ბატონი ბორისის კურსის უალტერნატივობის კიდევ ერთ საბუთად დაასახელებს. და დანარჩენი პროჭორილელები მორჩილად დაუქნევენ ცარიალ თავებს. კიო. შათერიშვილი თუ ამბობს, ესე იგი ჩვენ ასე ვფიქრობთ. ევროკავშირი უკვე დადასტურებულად დაბლოკავს ქართულ დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს. ამას რიკარდ ჯოზუი აკიცებს, რადიო თავისუფლების ევროპული კორესპონდენტი, რომელსაც ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კაია კალაზე ნაკლები ინფორმაცია არ აქვს ხოლმე ბრიუსელიდან. თბილისმა დაარღვია მრავალი ვალდებულება, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციის დიალოგით ქონდა ნაკისრი. ასე ამბობს ბრიუსელი. ევროკომისიის ანგარიში, რომელიც ერთი თვის წინ გამოქვეყნდა 19 დეკემბერს, პირდაპირ წერია, რომ ორმხრივი ინტერესის უმრავლეს სფეროში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას არაფერი არ გამოუსწორებია. სამაგიეროდ, მრავალ სფეროში ვითარება კიდევ უფრო გაუარესტაო. ხო, ნადეჟდა და შალავატევე თქვენ აუცილებლად ისევ გეტყვიან, რომ ევროპა ამაში კაცების გათხოვებას გულისხმობს მაინც და მაინც, რასაც ქართველი არ დათანხმდება. გვირჩევნია საელჩოს რიგში ვიდგეთ, ვიდრე მაჩის რიგში კაცის ცოლად მოსაყვანადო. ამას გეტყვიან. და თქვენ ამას დაიჯერებთ. ჭამთ, იმიტომ რომ პროჭორილელები ხართ და გონიათ, რომ თუ არ გაქვთ დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი, თქვენ არაფერი შეგეხებათ. აუცილებლად შეგეხებათ. იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ერთიანი ევროპული სანქციებიდან პირველი. ამერიდან კი უნგრეთი რომ უნგრეთია და ვიქტორ ორბანს რომ უზარმაზარი სურვილი ჰქონდეს, მესაზღვრე ამ პასპორტს აღარ მიიღებს, ვერ მიიღებს და მორჩა. იმიტომ რომ შენგენი ევროკავშირი არის ერთიანი სისტემა, კომპიუტერული, ნორმატიული, აღმასრულებელი. ნადეჟდა და შალავატევე თქვენ აუცილებლად მოგიყვებიან, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაციები ევროპაში აღარ ივლიან ლურჯი პასპორტებით, სამაგიეროდ ივლიან შინდისფერი პასპორტებით, ჩვეულებრივით. არაფერი შეიცვლებაო. ეს აუცილებლად ეწერება ვინმე შათერიშვილის უახლოეს წერილში. ოღონდ არ ჭამოდეთ. იმათ, ვისაც უბლოკავენ სამსახურებრივ და დიპლომატიურ პასპორტებს, ევროპულ დედაქალაქებში საერთოდ აღარ იწვევენ. საერთოდ. ურთიერთობის ამ დონემდე გაფუჭება ნიშნავს, რომ ამ იდიოტებთან სალაპარაკოს აღარაფერი აქვთ. არც პროტოკოლური ფოტოების გადაღების სურვილი აქვთ, არც ცარიელი მემორანდუმების ხელმოწერის, არ ზოგადად მასპინძლობისა და მით უმეტეს სამწუხაროდ არც სტუმრობის.
ქართულ ხალხურად ეს ასე გამოითქმის. ბორია დაასანქცირეს და კარი მიუხურეს. სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების ბლოკირება არ არის მავნებელი რეჟიმების საწინააღმდეგო უკანასკნელი და ყველაზე მკაცრი სანქცია. ბორია რუსი თუ ასე გააგრძელებს და ყველაფერზე ეტყობა რომ სწორედ ასე აპირებს, სანქციები გამკაცრდება. შათერიშვილის მორიგ წერილში აუცილებლად ეწერება, იმიტომ გვსჯიან რომ ბრიუსელს არ გაუგორეთ კოჭიო და არც ეგ არ ჭამოთ. გვსჯიან, იმიტომ რომ კოჭი გაუგორეთ მოსკოვს. ზუსტად ამიტომ. ევროკავშირის გადაწყვეტილება საფუძვლად ექნება საქართველოს პოლიტიკის არაადეკვატურობა მესამე ქვეყნებთან მიმართებაში. ანგარიში ასახელებს რიცხვს. 160,000 რუსი მოქალაქე, რომელმაც საქართველოს ბოლო 4 წელიწადში შეაფარა თავი. იზრდება საშიშროება, რომ რუსებმა საქართველოს შეიძლება გამოიყენონ უცხოური ზეგავლენის ოპერაციების გასატარებლად. შეშფოთების კიდევ ერთი საბაბია საქართველოს მოქალაქეობის ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით რუსი ეროვნების პირების მიერ, ვინც ეს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღო. ეს ზრდის რისკებს როგორც არალეგალური მიგრაციისთვის, ასევე ევროკავშირის უფრო ფართო უსაფრთხოებისთვის. სჭირდება ამას განმარტება. საქართველოს სანქციების ერთ-ერთი მიზეზია მილეთის რუსი, რომელსაც რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა მოქალაქეობა მიანიჭა და ახლა უკვე ქართული პასპორტით შეუძლია დაუბრკოლებლად იაროს ევროპაში. და იქ რას ჩაიდენს? ეგ არის სარავინ. და რატომ უნდა აიტკიოს თავი მაშინ ევროპამ? იმიტომ რომ ბორია რუსი ვოვა რუსის დავალებას ასრულებს. ოღონდ არ დაიღალოთ. სია კიდევ გრძელდება. ამ სიაშია ხალხი, ვინც წლების განმავლობაში სარგებლობდა და სარგებლობს ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნის წესებით. ბარდება იქ, იღებს უფასო სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის ისეთ ხშირად, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია და რომელიც საქართველოში უბრალოდ არ არსებობს. ეს ქართველებისთვის უფასოა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიღაც ხო იხდის. ფულს თავდაუზოგავად მომუშავე ევროპული მოქალაქე იხდის ამაში. თავისი გადასახადით. და ახლა უკვე კითხულობს ხმამაღლა. მე მზად ვიყავი გამეწია ეს ხარჯი. და ეს ადამიანები გადამერჩინა, მაგრამ თუ ისინი აქ მხოლოდ კარგი მედიცინისა და ქურდობა ყაჩაღობისთვის ჩამოდიან, მე ფული რაში ვყარო? და გაემტყუნებათ ასე რომ ფიქრობენ. არა. ამ გადაწყვეტილებას არ დასჭირდება სრული კონსენსუსი. სავიზო რეჟიმის გამკაცრების შესახებ კეჭისხრისთვის საკმარისია 27 წევრი ქვეყნის 55%-ის თანხმობა, ანუ 15 ქვეყნის. ოღონდ ესენი უნდა წარმოადგენდნენ გაერთიანების საერთო მოსახლეობის 65%-ს. ასე რომ უნგრეთი და სლოვაკეთი ერთად 15 მილიონი სულ 450 მილიონიანი ევროკავშირიდან საერთო სურათს ვერაფრით შეცვლიან. სულ რომ კარში გაწვნენ და ფეხები აბაკვდნენ. ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების შემდეგი ნაბიჯი იქნება მასში ყველა პასპორტის ჩართვა, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ განიხილება, მადლობა ღმერთს და ბრიუსელს. ჩვენი ყველას დასჯას არ ფიქრობენ. ჯერჯერობით მიზანში მხოლოდ პროჭორილელია. თავმომწონო და ამაყი რომ ფეხებსაც ვერ მომჭამ თქვენი სანქციებითო. რა იცვლება ჩვენთვის, უბრალო ადამიანებისთვის? იცვლება ცოდნა, რომ არათუ ევროინტეგრაცია არ ხდება, არამედ დიალოგიც კი შეწყვეტილია ბრიუსელთან და ევროპულ დედაქალაქებთან ზოგადად. სატელეფონო ზარები, წერილების გაცვლა გამოცვლაც კი. ავაზე განმოპატიჟება და დილამდე ყანწების ტრიალი ხო საერთოდ ჩაბარდა ისტორიას. ერთი შვება კი იქნება. ვინმე ზარქუები ვეღარ გამოანათებენ ესკორტის დაბერილ ძუძუებიან გოგოებთან ერთად ტროკადეროდან ან მონაკოდან. საქართველო ეძებს ხვრელებს, საიდან შეუძურეს რუსეთს. სომხეთი ეძებს გზებს, როგორ დაუძურეს რუსეთს. და მგონი მიაგნო კიდეც. საბოლოოდ ფორმდება პროექტი სახელად ტრიპი, რომელიც აზერბაიჯანს ნახჭევანის ექსკლავთან დააკავშირებს. სომხეთის გავლით, რა თქმა უნდა. ერთის მხრივ ეს შეთანხმება გაუხსნის სომხეთს ბიზნესს და ეკონომიკურად ააყვავებს. თან ეს მოხდება სომხეთის სუვერენიტეტის შეულახავად. ფიქრობ, ტრიპი იქცევა მოდელად მსოფლიოსთვის, როგორ შეიძლება გახსნა ეკონომიკური შესაძლებლობები და მიაღწიო კეთილდღეობას შენის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაუზიანებლად. ეს არაჩვეულებრივია სომხეთისთვის, არაჩვეულებრივია შეერთებული შტატებისთვის. სახელწოდება ტრიპი იშიფრება როგორც ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და აყვავებისკენ. არც მეტი და არც ნაკლები. ამბიციური სახელია, მაგრამ ვინ იტყვის, რომ პროექტის ამოცანა და მასშტაბი არის ნაკლებად ამბიციური. გზაზე კონტროლი და პასუხისმგებლობა გადადის ამერიკის ხელში. ანუ ტვირთებზე, რომელიც აზერბაიჯანის მხრიდან ნახჭევანში შევა და პირიქით. მოძებნეთ რუკაზე ნახჭევანი. გზა უკვე არსებობს, მაგრამ ათობით წლებია გასაგები მიზეზების გამო რომ უმოქმედოა. ტრიპის პროექტი მას გააცოცხლებს და გააცოცხლებს ურთიერთობა ზოგადად სომხეთსა და აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს, სომხეთსა და ცენტრალურ აზიას, თურქეთსა და ცენტრალურ აზიას, აი ამ ყველასა და შეერთებულ შტატებს შორის. ოფსაიდში მირჩება თუ გამოიცნობთ საჩუქრად გადმოგეცემათ ჭორვირელი პინგვინის ლაყე კვერცხი. პინგვინთან ბრძანებლის ამოცანაც ეგ არის და ეგ იყო. საქართველოს საერთაშორისო როლის განულება. მაგრამ არა მისი ბრძანებლის პუტინის ინტერესების ხარჯზე.
და როდესაც ნეტარად არიან გაყუჩებულები პროჭორვილელები, მათი ხაზეინები ბოლომდე იბრძვნიან. მოусმინეთ ამას და ისიამოვნეთ და იფიქრეთ. Мы должны заниматься сейчас не Сирией и не Венесуэлой. ჩვენ ახლა სირია და ვენესუელა კი არ უნდა გვადარდებდეს. პოზიციებს არ უნდა უკარგავდეთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლო საზღვარგარეთია. ვენესუელაზე გაცილებით მეტად მტკივნეულია რა ხდება სომხეთში. სომხეთის დაკარგვა მართლა უზარმაზარი პრობლემაა. პრობლემები გვაქვს ჩვენს აზიაში, შუა აზიაში, ცენტრალურ აზიას რომ უწოდებენ ახლა. ძალიან მტკიცე უნდა აუხსნათ ყველას. თამაში მორჩა. მიგვიფურთხებია საერთაშორისო სამართლისთვის, საერთაშორისო წესრიგისთვის. თუ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარება უკრაინაში, რატომ არ შეგვიძლია დავიწყოთ გავლენის სხვა ზონებში? იქნებ უფრო მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი დოქტრინა და მკაფიოდ თქვათ, რომელია ჩვენი გავლენის ზონა. ეგ ორივე, სალავიოვი და დუგინი არიან, აი რაც რუსებს კარგი გამოთქმა აქვთ. თქვენს ეთერში არ მინდა ახლა ამის თქმა, ორივენი არიან Պալաչկի երևույթներն են իրանք։ Մեկը ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. ამაზე გასაგებად რა თქვას და რა ქნას, რომ თქვენ გაიგოთ. საქართველოსა და მთელი კავკასიაც და რუსეთის მთელი ყოფილი იმპერიაც თავისად მიაჩნია ისევ. და შენ თუ სრულ მონობაზე არ ხარ ყაბულს, ავტომატურად ეწერები მტრებში, რაც უნდა მოუჩლიქო ენა და მოიხსენიო ლოცვებში. სომხეთი ხომ ნიშანია. აწლეულების განმავლობაში რუსეთის მონური ერთგულების სიმბოლო, რომელიც ღალატითა და მიტოვებით დასრულდა. და ისწავლეთ ამ ნიშნების ცნობა. ისწავლეთ სწავლა სხვის შეცნობებზე. ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონური ვაშინგტონში.